გამარჯობა. ეს არის მეორე დღე ანაპურნის საბაზო ბანაკამდე. ამ დღეს უნდა ავსულიყავი გორეპანში, ნეპალის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც ქართულად ცხენისყალს ნიშნავს. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, სოფლები ერთმანეთთან კიბეებითაა დაკავშირებული. სწორედ ეს ართულებს და ახალგაზრდებს ამ მარშრუტს. მიუხედავად იმისა, რომ მარტო მოგზაურობთ, გზად უამრავი ტურისტი შემხვდა. როგორც გითხარით, ნეპალში ოქტომბერი ტურისტულად აქტიური სეზონია. რამდენიმე საათში ერთხელ პატარა რესტორნებსა და მაღაზიებს შეხვდებით. რაც უფრო მაღლა ავდიოდი, ფასებიც იმატებდა, რაც სრულიად ბუნებრივია. პროდუქტების ასატანად ეს ადამიანებიც სწორედ იმ გზას გადიან, რასაც მე გავდიოდი. დაახლოებით 5 საათის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა გორეპანი. ამ ულამაზეს tea-house-ში დავრჩი, საიდანაც უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. როგორც წესი, ჰიმალაების მთები პირველი 12 საათიდან უკვე აღარ ჩანს, რადგან ღრუბელი წვება. ნელ-ნელა ტემპერატურა ეცემა და ცივა. ზოგჯერ თუ ძალიან გაგიმართლა, მწვერვალია, ესე გამოიჭედება ხოლმე ღრუბლებიდან. საღამოობით შეგიძლიათ, რომ დრო სხვა მოლაშქრეებთან ერთად გაატაროთ, ერთმანეთს თავგადასავლები გაუზიაროთ და ბოლოს ვახშმისთვისაც მოემზადოთ. ასე გამოიყურება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ნოყიერი კერძი დალბატი.